What's up? დღეს გასწავლით როგორ გადმოწეროთ Prism Launcher-ი და როგორ დავამატოთ მოდები, რომ შემოხვიდეთ ჩვენ Minecraft სერვერზე. აბა დავიწყოთ. პირველი რაცაცნით, რამე engines, просто Chrome სანამეს, რაც გაქვთ, არ გაჩნია. შედიხართ search-ში, წერთ Prism Launcher cracked enter ასე. ამოიგდებთ GitHub-ის links, M-ებში შეხვიდეთ, შედით GitHub რო აწერია, დააჭერთ. შემდეგ ჩამოდიხართ ქვემოთ, scroll out. თუ გაქვთ Windows-ი, ახლა არ აგვანია Linux-ი ან macOS ვინც არ აქვს, Windows ხო გაქვთ. და მე წერია standard installer, Prism Launcher Windows min gv v64 setup version CTL-ეხ რა, ეს ხო არის. ეს ახლა უნდა იპოვოთ რა, ესაც უნდა გადავწეროთ standard installer-ი. კაი, ეხლა ავიდეთ ზემოთ. და მარჯვნივ აგეწერთ releases. просто შედით აქა. და აგერ არის ყველაფერი და აქ просто უნდა გავწერო, ხა აგერ არის Prism Launcher Windows min gv v64 setup.exe. თუ zips გადმოწერეთ შემთხვევით ან რამე მე ექსტრაქტი უნდა ვქნათ, მაგრამ რავი, აი ეს გადმოწერეთ. ეს არის. შენ როცა გადმოწერეთ, აქ აუნგიგდებთ ყველაფერს, შეგიყვანთ მე აქა. რაც უკვე გამოწერილი ექნება, მაგრამ აქ რახი განსხვავდება. შეიძლება იყოს ასე, მე როგორც მაქვს file folder-ი რა. შეიძლება ასე იყოს, ან შეიძლება იყოს აი просто Prism Launcher-ის ლოგო რა. მაგრამ არ გააჩნია, ანუ ორივე იგივე არის. თუ გაქვთ ასეთი ფაილი, ამ ფაილს просто გახსნით. ჩამოსხვალთ ქვემოთ, სანამ არ იპოვთ Prism Launcher.exe. თუ ასე გაქვთ. თუ არ გაქვთ ფაილი და просто აი Prism Launcher-ი წერია, просто double click-ზე ზამთრ და გახსნის რა. ეს არ ვიცი, რატომ ხდება ეგრე, მაგრამ ჩვენთან ასე არის. შემდეგ იპოვით ამას double click-ზე ზამთრ და გაგიხსნით აგერ ყველაფერს უწვრდება. შემდეგ რო შევით ახლა. ვაჭერთ add instance. ნუ ჯერ ნახეთ რო ვერსია ხო სწორი არის Prism Launcher-ის 10 უნდა წეროს, მაგრამ ეგეთი ის არ აქვს. მაგრამ მოდი სულ პირველად ვქნათ, შედიხართ აქ ამარჯვნივ, აჭერთ ამას, მე manage accounts და გაჭერთ add offline. accounts ამატეთ просто. random username ჩაწერეთ, ანუ Windows-ი და ისე Microsoft-ი არაფერი არ გჭირდება, просто random username ჩაწერთ რაც გინდა და დამატებულია. შემდეგ აქ არის add instance, ამას დააჭერთ. აქ აირჩევთ ვერსიას 1.20.1. შემდეგ, ეხლა ეს არ დაგავიწყოთ, მომისმენთ. უნდა ჩამოხვიდეთ ქვემოთ და mod loader რო წერია, mod loader. ეს უნდა აირჩიოთ forge. მეტი არაფერი არ საჭირო. 1.20.1 forge. და დააჭერთ OK-ს. OK-ს როცა დააჭერთ, ამოიგდებს ასე რა, მე უკვე გაკეთებული მაქვს. შემდეგ როგორ დავამატოთ ახლა მოდები, შეიძლება იკითხოთ. შეგიძლიათ ან right click იქნათ და მე edit, ან просто დააჭიროთ და მე მარჯვნივ აგერ ამოიგდებს edit change group folder export რაღაცა. ჩვენ უნდა შევიდეთ edit-ში. შემდეგ გვიწერს rave შეგიძლია დავაედითოთ. ჩვენ გვჭირდება რა, მოდები, გადავიდეთ მოდებში. შემდეგ ახლა მე დამატებული მაქვს აქ, მაგრამ როგორ უნდა დავამატოთ? აქ არაფერი არ გექნება და ისე იქნება რა, ცარიელი. და დააჭერთ download modes. შემდეგ, ახლა რა მოდები უნდა გამოწეროთ? მე Messenger-ში და იმაში ჩავაგდებ რა მოდებია გადასაწერი, მაგრამ მოდი აქ ნახავთ, აი შევალ და ვნახავ რა მოდებია. აჰა, მე გადასაწერი ვქნათ. კაი, წერია Alex Modes, ხედავთ? აუ ეს ხმები გაიჩის. კაი. Alex Modes გადასაწერი, მოკლედ შევდივართ უკან Prism Launcher-ში. აქ სადღავით. და აქ просто არ გაჩერდა მოდულის თითქოს როჯი ექნება ორივეზე არ წეს. და აქ просто search-ავთ Alex Modes. როგორცა. აჰა. ამოიგდებს, ეხა ეს არ აიღოთ, ეს არ არის Alex Modes, ეს არის. დააჭერთ. აირჩევთ latest ვერსიას, ანუ ავტომატურად არის latest-ი არჩეული, მაგრამ просто double check იქენით, რომ სწორი არის თუ არა ამასთან რა. აი მაგალითად 1.22.8 არ არჩევთ, იმიტომ რომ 1.22.9 არის რჩევა მაგათაც. ამას როცა ეზავთ, როცა დააჭერთ, მე დააჭერ select mode for download. და მე просто აირჩევს ამას რა, select უზამს. შემდეგ, ეხა ორი რაღაც შეიძლება გაგავთ აქ. შეგიძლია დააჭირო review and confirm, რომ დაასეივოს რომ მე გამოწერა გინდა, ან შეიძლება გააგრძელო და შემდეგი მოდები ჩაამატო რა. აჰა, მაგალითად დააჭერთ biomes plenty. აირჩევთ latest-ი არის და მე select mode for download ამას დააჭერთ. მე არ ვაჭერებ, იმიტომ დამატებული მაქვს უკვე, მაგრამ ამას დააჭერთ. შემდეგ შეგიძლია სხვა, მაგალითად bosses rights. დააჭერ latest-ი არის select mode for download და შემდეგ ასე გააგრძელოთ, სანამ ყველას არ დაამატებთ აქ რაც არის. ჩაგიგდეთ. და
ყველას ოცაიზავთ. let ახას იყოს აჰა. ყველას ოცაიზავთ, ჩათვალეთ ბოლო არის, ამასაც ხო დააჭერთ. So, როცა მოჩვენთ ვერ დააჭერთ review and confirm. მაგას როცა იზავთ, აი ამ ყველა მოდებს რაც ახლა დავამატეთ, აქ ყველაფერს ჩაყრეს რა. და რა ვიცი, so, წესდურში აქ შეიძლება resource პაკეტი დაამატო რამე თუ გინდა, რამე Fulbright მაგვიგოეთად რო ღამე არ იყოს, shader პაკეტები, shader-ები მაგაი. ну ესენი შეიძლება დაამატო და მე პროსტა თუ გინდა შეხვიდე ბანკებში დააჭერ launch. აჰა, გავტესტოთ აბა ერთად. აჰა, გაგიხსენე მაიკავს 1.20.1 forge. არ შეგეშალოთ ეს, თორე ვერ შემოხვალთ. დავალოდო ცოტა ხანი. აი, შევედით. აქ ალა დაგიწერთ 52 მოდს, 50 მოდს, მაგრამ ანუ 42 მოდი უნდა იყოს რა. შედიხართ multiplayer, იმედი აიცით, ახლა გიწერთ ყველა მოდი რა მომენტებული, multiplayer, refresh, თორე დაწყებ იმას ხას. აჰა, მაინკრაფტ სერვერი რა ლიგ შევავდეთ, ისიც არის. ამას შევავდეთ ყველაფერს, მაგას აკეთებ, ოკეი. ეს შეხვალთ, ახლა გათიშულია სერვერი, მაგრამ ასე შევალთ რა. ახლა არ შემიშობს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ჩართული, მაგრამ როცა შეხვალთ, აქ თუ რამე იმას დაგიწერთ რა, errors, როგორ შემოდიხარ. პროსტა, აი რამე მოდის ახალს თუ გიგდებს რა, Alex mobs და რამე პროსტა. უკან გამოდით, disconnect იქენით, quit game. და აქ შედით და ნახე რომ სწორი ვერსია გამოწერილი, მოწერილი ხო არ დაგავიწყდა ხო არ გამოგრჩა ან რამე. ხო, პროსტა მაგაზე double check იქენით ყველაფერი რა. და თუ ამას ყველაფერს მიყავით, წესით გამოგივათ, ყველაფერი არ უნდა გქონდეთ არაფერს პრობლემა. აბა ეს იყო ჩემი ტუტორიალი და რავი, რა თქმა უნდა. სალამ ალეიკუმ, ალეიკუმ სალამ.